რატომ არ ხვდება პუტინი ზელენსკის ერთ-ერთზე და რატომ არ მიდის რეალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე? აქტუალური კითხვებია, ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ბოლო დროს, რაც გახშირდა ეს წინასწარ განწირული ინიციატივები სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებით და მოწოდებები, მათ შორის პუტინისა და ზელენსკის ერთმანეთთან პირისპირ დასხდომის შესახებ. პასუხი მარტივია, პასუხი არის ის, რომ პუტინს ამ ომის შეჩერება ამ ეტაპზე არანაირად არ აწყობს, პირიქით, პუტინის რეჟიმისთვის ამ ომის გახანგრძლივება არის ძალაუფლების შენარჩუნების გზა. დავუშვათ და ხვალ თუ შეთანხმება შედგა და ომი რეალურად გაჩერდა, ამ შემთხვევაში არსებობს დიდი ალბათობა, რომ პუტინის რეჟიმი აღმოჩნდება სერიოზული ყევების ქვეშ და ჩიხში, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. აქ არის კიდევ ერთი ახალი და ძალიან საინტერესო ფაქტორი, რომელიც პრინციპში ამ ომის მიმდინარეობისას აღმოცენდა და ამ ფაქტორს, ბრჭყალებში ფაქტორს ქვია რუსეთის ახალი საშუალო ფენა, რომელსაც პუტინის მსგავსად არანაირად არ სურს ამ ომის დასრულება და პირიქით მას აწყობს ამ ომის გაგრძელება, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამ სისხლის ღვრის წყალობით მათ მიიღეს სოციალური სტატუსი, მათ მიიღეს ახალი უპირატესობები, მიიღეს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფული, შემოსავლები, რომელიც თუ ეს ომი დასრულდება, მათ უბრალოდ აღარ ექნებათ. აი ამ თემაზე ვაპირებ, რომ დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრო, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline, იგივე წითელი ხაზი და აქვე თხოვნა, რომ თუ არ ხართ არხის გამომწერები, ან ახლა აღმოაჩინეთ, გამოიწეროთ და თუ ვიდეო მოგეწონება, ცხადია, არ დაიზაროთ ლაიქის დასმა და არც კომენტარებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მოკლედ, ძალიან საინტერესო სტატიის ანალიზი მინდა რომ შემოგთავაზოთ ამ ვიდეოში, რომელსაც მე პირადად ძალიან დიდი ინტერესით გავეცანი. იქიდან გამომდინარე, რომ აქ იყო მოყვანილი საინტერესო მიგნებები, საინტერესო არგუმენტები, სტატისტიკები, დასაბუთება, რაც მნიშვნელოვანია, საინტერესო წყაროები საუბრობენ აი ამ თემაზე და ეს არის ტელეგრაფის გამოქვეყნებული სტატია, აქვე გეტყვით, რომ ლინკს დავურთავ ვიდეოს აღწერაში იმ შემთხვევაში, თუ ორიგინალში მოგინდებათ მისი გაცნობა. სტატიის სათაური ასეთია: რუსეთის ახალი საშუალო ფენა, რომელსაც პუტინის ომის დასრულება არ სურს. ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც თავშივე მინდა ვახსენო, უკავშირდება ტერმინს, რომელსაც იყენებს რუსი ანალიტიკოსი, რუსი ეკონომისტი, რომელიც ამ სტატიის ერთ-ერთი წყარო არის და აი ამ თემის მიმოხილვის დროს მისი ციტატები არის მოყვანილი. ტერმინი ასე ჟღერს: სოციალური ნარჩენები და სოციალურ ნარჩენებად მოიხსენიებს იმ ხალხს, რომელიც ახლა იქცა ამ საშუალო ფენად რუსეთში, ახალ საშუალო ფენად, ხოლო მანამდე იყო აბსოლუტურად მიგდებული, აბსოლუტურად განუვითარებელი და არასაინტერესო ცენტრალური ხელისუფლებისთვის ეგრეთ წოდებული სოციალური ნარჩენები. ეს სწორედ ამიტომ უსადაგებს აი ამ ტერმინს მათი წარსული ყოფიდან გამომდინარე ინოზემცები. აქ საუბარი არის არა მოსკოვში და პეტერბურგში მცხოვრებ ელიტაზე მაგალითად, არამედ პირიქით პერიფერიებში, პატარ-პატარა რესპუბლიკებში, იქ განაპირა ზონებში მცხოვრებ ხალხზე, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაც იყო ნახსენები, ანუ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც არც დიდად ეკონომიკურ პროცესში არ იყო ჩართული, არც დიდი განათლება არ მიუღიათ და დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ ფუნქცია ჰქონდათ დაკარგული. აქ საუბარია ძირითადად იმ ზონებზე, სადაც მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს იყო სამხედრო მრეწველობა, მუშაობდა ქარხნები, ამ ქარხნებში დასაქმებული იყო ხალხი, შემდეგ დაიხურა, ამ ხალხმაც ქარხნებთან ერთად ფუნქცია დაკარგა და ახლა მათ უკვე პუტინის ახალი ომის პირობებში შეიძინეს ახალი მისია. ვიდრე ამ დასაქმებულებზე და მათ ბენეფიტებზე მივალ, პრინციპში თავშივე ვახსენოთ, რომ ამ სოციალურ ფენაში მოიაზრება ძირითადად ორი კომპონენტი. ერთი ეს არის სწორედ ის ხალხი, ვინც სამხედრო მრეწველობის აი ამ ახალი ამოქოქვის შედეგად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა და ბენეფიტები მიიღო, სარგებელი მიიღო და ნახულობს, არის ასევე მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის უშუალოდ ის ხალხი, ვინც მიდის ფრონტის ხაზზე და მათი ოჯახები, რომლებიც აი ამ სასიკვდილო მისიის შედეგად იღებენ მნიშვნელოვან შემოსავალს. სტატიის დასაწყისში ფოტოს ხედავთ, ძალიან კარგად მიესადაგება პრინციპში ამბავს, რომელიც შემდეგ არის მოყოლილი იმ ხალხზე, ვინც მიდის ფრონტის ხაზზე და მათ ოჯახებზე, რომლებიც მათ სასიკვდილო მისიის მიღმა რჩებათ. ახალგაზრდა წყვილი კაცი, რომელიც რკინიგზის სადგურზე ემშვიდობება ცოლს. აი ამის ქვემოთ უკვე არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს რუსეთი, რაც შეიძლება მეტ
მოხალისეს, ასე ვთქვათ, მეტ მსურველს მოაწერინოს ხელი სამხედრო კონტრაქტზე. მოკლედ იწვევენ 18-დან 63 წლამდე ნებისმიერ მსურველს რუსეთის არმიაში კონტრაქტის გასაფორმებლად. აქ არანაირი შეზღუდვა არ არის, პირიქით ყველაფერზე თვალს ხუჭავენ. იცით ცნობილი ამბავია და ბევრჯერ თქმულა პატიმრების შესახებ, განსაკუთრებით მათზე, ვინც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და ისინი ფრონტზე ხვდებიან, შემდეგ და შემოსავლებს იღებენ მათი ოჯახის წევრები და თავადაც. ეს ერთი და მეორე აქ საუბარი არის იმაზე, რომ სამედიცინო გარკვეული პრობლემებიც არ არის წინაღობა კონტრაქტის გასაფორმებლად. მაგალითად, ვინმე თუ ბრტყელტერფიანია და ობიექტურ სიტუაციაში მათ არ გაიწევდნენ სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ითვლება. ამ შემთხვევაში რუსეთში ეს პრობლემა არ არის. ბრტყელტერფიანი ხარ, კი ბატონო, მოაწერე კონტრაქტს ხელი, წადი ფრონტზე. ვიღაცას ჰეპატიტი აქვს ან რაიმე სხვა ქრონიკული დაავადება, არც ეს არ არის პრობლემა. სხვათა შორის ამას როცა ვკითხულობდი, რამდენიმე დღის წინ Telegram არხებზე ნანახი ვიდეო გამახსენდა, სადაც ხელბორკირებ დადებული რუსი სამხედროები არიან და ვიდეოს წერენ, რომ მათ იძულებით აგზავნიან ფრონტის წინახაზე, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არიან, ფიზიკურად არ შეუძლიათ. ერთი ამბობს, რომ მე რაღაც დაავადება მჭირს, წამალი მჭირდება და ასე და შემდეგ, თუმცა ეს არ აინტერესებს მის ხელმძღვანელობას და თუ ვინმე უარს განაცხადებს მაგალითად შტურმავიკებიდან რომ წავიდეს სასიკვდილო მისიაზე, შეიძლება პირიქით მათმა ხელმძღვანელობამ დახვრიტოს ან დრონით ააფეთქოს. ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. ეს უკვე ფრონტის რეალობაა, მაგრამ აქ, როდესაც კონტრაქტს აფორმებენ, ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად და ლამაზად არის. როგორც ვთქვით, მთავარი мотиваცია არის ფული, თუმცა არა ერთადერთი. სამხედრო სამსახურში წასულ ხალხს, გარდა იმისა, რომ აქვს ესეთი ანაზღაურება 74,000 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი რუბლებში, ასე არის ამ სტატიაში გამოანგარიშებული წლიურად, რაც არის დაახლოებით 10-ჯერ მეტი, რაც რეგიონებში მაგალითად საშუალო ანაზღაურებაა. საშუალო ανაზღაურება ითვლება, რომ რეგიონებში წლიურად წლის განმავლობაში არის ამ სტატიაში მოყვანილი გამოთვლებით 6,592 ფუნტ სტერლინგის ეკვივალენტი. ანუ რუბლი შესაბამისად, ანუ ძალიან დიდი განსხვავებაა 74,000 ფუნტი წელიწადში და 6,500 ფუნტი წელიწადში. უზარმაზარი განსხვავებაა, ფული мотиваცია, ეს არის 2x2 ძალიან მარტივი ამბავი, ხო? კიდევ ბევრ ბენეფიტს იღებენ ისინი, ვინც კონტრაქტს აწერს ხელს და ფრონტზე მიდის. პირველ რიგში მათი ოჯახის წევრებისთვის აქ იგულისხმება უამრავი სოციალური გარანტია, შეღავათი თუ უპირატესობა მათი შვილებისთვის, მაგალითად, ბავშვებს, რომლებიც არიან ბაღის ასაკის, მარტივად მიიღებენ ბაღში, ექნებათ შეღავათები თუ არის საუბარი კერძო ბაღზე. უნივერსიტეტის ასაკი, ვისაც აქვს, კონკურსის გარეშე ჩააბარებინებენ, გამოცდის გარეშე მიიღებენ, ჩაირიცხებიან და ამისთვის სპეციალური კვოტაც არის შექმნილი რუსეთში და ეს კვოტა თანდათან ყოველწლიურად ამ ომის მიმდინარეობისას იზრდება, სულ უფრო მეტი სამხედრო შვილი ხვდება და იღებს უპირატესობას. მოკლედ, ჯარისკაცების ცოლები და შვილები ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ დედა რუსეთში და საერთოდ არ ანაღლებთ ის, რომ მათი ქმრები თუ მამები წასული არიან სხვა ქვეყნის დასაპყრობად და სხვა ხალხის დასახოცად იქ, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის. იღებენ ხელფასს ყოველთვიურად და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარისკაცი კვდება. ეს კიდე ცალკე ამბავია, საკმაოდ დიდი კომპენსაცია არის ამ შემთხვევაში, საშუალოდ აი ამ სტატიაში მოყვანილი ციფრებით თუ ვიმშელებთ, 11 მილიონი რუბლი გამოსდის ოჯახს ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში ანაზღაურება, რაც არის დაახლოებით 100,000 ფუნტ სტერლინგის ეკვივალენტი. და აქ საუბარია ასევე კომპონენტებზე, თუ რისგან შედგება ეს ანაზღაურება, სამი ძირითადი კომპონენტი არის, ესე იგი სამთავრობო გამოყოფილი ფონდი ანაზღაურებისთვის, ასევე დაზღვევა და საპრეზიდენტო ანაზღაურება. პუტინის სახელითაც ისინი იღებენ გარკვეულ თანხებს, რომელიც პრინციპში, როგორც თქვით, საკმაოდ სოლიდური თანხა არის იმ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ რა პირობებში უწევდათ მათ მანამდე ცხოვრება, რა შემოსავლებს იღებდნენ და ამ შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებაც არის განკუთვნილი. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, აქვე უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულ მაქინაციებს მიმართავენ ხოლმე, ზოგ შემთხვევაში ოჯახები ვერ იღებენ კომპენსაციას, ამ სტატუსის მოპოვებაც მათთვის ძალიან ხშირ შემთხვევაში გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს და არის ისეთი შემთხვევები, როდესაც დასამშვიდებლად მაგალითად ხორცსაკებ მანქანას ან ხახვს ტომრით ან კარტოფილს ან შაქარს გადასცემენ ხოლმე. ასეთიც ფაქტებიც გვინახავს, ეს ჩემი მოგონილი არ არის, უამრავი
მასალა შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ, როდესაც სწორედ აი ასეთი ტიპის კომპენსაციას მიმართავენ ხოლმე რუსი სამხედროების დაღუპვის დროს. თუმცა ძირითად შემთხვევებში ეს იქით რომ გადავდოთ ესეთი პრინციპში ირონიული დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების და დაღუპული ჯარისკაცების მიმართ, ძირითად შემთხვევებში პრინციპში საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას იღებენ ოჯახის წევრები. ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების გარდა, როგორც თქვით, ახალ რუსულ საშუალო ფენაში მოიაზრებიან მუშათა კლასიც. ისინი, ვინც ომის მიმდინარეობის დროს, მას შემდეგ რაც გაათმაგდა ეს სამხედრო წარმოება, ნახეს სამსახურიც და იღებენ ძალიან მნიშვნელოვან შემოსავალსაც. და მათზე მოთხოვნა გაიზარდა ეს ხალხი დაფასდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ასობით ათასი ადამიანი აღმოჩნდა ფრონტზე, შესაბამისად გაჩნდა მუშახელის ნაკლებობა. გაიზარდა მოთხოვნა მათზე, ვინც შრომის უნარიანია და არ არის ფრონტზე. და წავიდა კონკურენციაც. უფრო და უფრო მეტ თანხებს თავაზობენ კონკრეტულ მიმართულებით დასაქმებულ სპეციალისტებს სამხედრო წარმოებაში, ეს იქნება ტანკების, ავიაციის თუ ფორმის შეკერვა და ასე შემდეგ. აქვე არის მოყვანილი სტატისტიკა, თუ როგორ გაიზარდა სამხედრო წარმოებაში დასაქმებული ხალხის ანაზღაურება 2021-2024 წლებში. და ნახეთ როგორი ციფრებია, ესე იგი, ვინც ამზადებს მეტალის რაღაც დეტალებს სამხედრო ტექნიკისთვის, მაგალითად, აი ამ მიმართულებით 78%-ით არის ხელფასების მატება, ელექტრო დეტალების წარმოებაში სამხედრო დანიშნულების 74%-ით არის გაზრდილი, ომთან დაკავშირებული, ანუ სამხედრო აღჭურვილობის წარმოების შემთხვევაში 69%-ია ზრდა, ტრანსპორტის წარმოება, ომთან დაკავშირებული ტრანსპორტის 69% ასევე ზრდა, 65% ტანსაცმლის ან ფორმების სამკერვალოებში და ასეთი ტიპის საწარმოებში, ვინც მუშაობს, მათ შემთხვევაში 65%-ია ამ 3 წლის განმავლობაში ზრდა და საჭმელს, ვინც ამზადებს საკვებს ჯარისკაცებისთვის, ამ შემთხვევაში 63% არის მატება. ეს ყველაფერი თან ხდება იმის ფონზე, რომ ძალიან კონტრასტულია სხვა სოციალურ ჯგუფებში ანაზღაურებასთან. ანუ თუ მაგალითად ვინმე ექიმი, პედაგოგი და ასე შემდეგ, აი ასეთი პროფესიის არის, მათი ხელფასები რუსეთში არ იზრდება, მაქსიმალური ზრდა აქ არის 40% მაქსიმალური რიგ პროფესიებში და ძალიან კონტრასტულია იგივე ამ 78%-თან, ვინც სამხედრო წარმოებაში არის დასაქმებული და რაღაც მეტალის დეტალებს ამზადებს, მაგალითად, რა ვიცი, ტანკისთვის ან რაღაც ჯავშან მანქანისთვის, ხო? ანუ ესაც არის ძალიან დიდი უპირატესობა, რომელიც ამ ხალხმა მიიღო. ხალხმა, რომელიც როგორც ვახსენეთ, მოიხსენიებოდნენ და მოიაზრებოდნენ სოციალურ ნარჩენებად. შეიძლება მანამდე საერთოდ ალკოჰოლიკები და უსაქმურები იყვნენ, მაგრამ ახლა ფუნქცია მონახეს და მიიღეს ძალიან დიდი შემოსავლები. უკვე იმდენად გაეზარდათ მათ ანაზღაურება, რომ აკეთებენ დანაზოგებსაც და ამ სტატიაში მაგალითად მოყვანილი არის ესეთი სტატისტიკები, თუ როგორ გაიზარდა, აი, ოდესღაც ღვთისგან მივიწყებულ რეგიონებსა და ქალაქებში ეკონომიკის ტემპი. გაჩნდა ახალი კაფეები, გაჩნდა ახალი სალონები, ფიტნეს დარბაზები და ასე შემდეგ. ხალხმა დაიწყო რაღაცაში აი ამ ფულის უკვე დაბანდება და ამით დამატებით შემოსავლის მიღება, ანუ ხარისხი ცხოვრების ამ ადამიანებმა ეტაპობრივად გაიუმჯობესეს და შესაბამისად მათთვის აი ამ ყველაფრის დათმობა იქნება კატასტროფის ტოლფასი. თუ რატომ იქნება პრობლემა ამ ხალხისთვის ის, რომ ხვალ მშვიდობა დადგეს, ამის ერთ-ერთ არგუმენტად სახელდება ის, რომ ამ ეგრეთ წოდებული სიკვდილის ეკონომიკისგან, რომელსაც ასევე ეს რუსი ეკონომისტი ამბობს, აი ამ ტერმინს, ამ ყველაფერს, რაც შექმნა პუტინის ომის მანქანამ, აი ამ ტიპის ეკონომიკა, აი ამ ტიპის საზოგადოებრივი ჯგუფები მონაწილეობით უწოდებს სიკვდილის ეკონომიკას. და აი ამ სიკვდილის ეკონომიკაში ერთი მახასიათებელი არსებობს, რომ ეს ხალხი, მათი მიღებული ბენეფიტები, მათი შექმნილი ეს რაღაცა ეკონომიკური ჯაჭვი არ არის მყარ საფუძველზე. იმ შემთხვევაში თუ ხვალ ომი დასრულდება, ამ ხალხს არ აქვს საკმარისი უნარები იმისთვის, რომ ეს მზა შემოსავლები, რომელსაც იღებენ და ხვალ აღარ ექნებათ, სწორად გამოიყენონ. ანუ არ აქვს შესაბამისი განათლება, არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ სწორად დააბანდონ ფული და რაღაც გრძელვადიან პერსპექტივაში უკვე მიიღონ ეს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. არის ასეთი პროგნოზები, რომ თუ ერთ დღესაც მშვიდობა იქნება, აღარ ექნებათ მათ სამხედრო საწარმოებში კონტრაქტები და ისევ დარჩებიან უმუშევრები, მათში
ეს დანაზოგები ძალიან სწრაფად დაიხარჯება, დარჩებიან ისევ ნოლზე და გაიზრდება უკმაყოფილება. გაიზრდება უკმაყოფილება, რომელიც უკვე შემდეგ შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობაში გადაიზარდოს და სხვა ტიპის წინააღმდეგობაში, რაც არ აწყობს პუტინის რეჟიმს. ასევე, როდესაც ვამბობთ, რომ რამე შეიძლება არ აწყობდეს პუტინის რეჟიმს ომის დასრულების შემთხვევაში, პირველ რიგში აქ უნდა მოვიაზროთ სამხედროების უკან დაბრუნება იმ ხალხის, ვინც ახლა ფრონტზე არის. აქ გარდა იმისა, რომ ეკონომიკური საკითხი შემოდის და სოციალური უპირატესობების საკითხი შემოდის, რაზეც ვისაუბრეთ, ეს სამედიცინო, სოციალური ფაქტორები და ბავშვის წაყვანა თუ უნივერსიტეტში შვილის ჩაბარება და ასე შემდეგ, აქ შემოდის სხვა ტიპის რისკებიც, უსაქმურად დარჩენილი ის ხალხი, რომლებიც სახლში ბრუნდებიან ომიდან წამოღებული ტრამვებით, აი ამ მთელი სინდრომებით, რაც უკავშირდება პოსტტრაუმულ პერიოდს, უკავშირდება მათ ამბიციებს, რომ რაღაცა დიდი დაპყრობითი ომი უნდა ეწარმოებინათ და ხვალეს ყველაფერი გაჩერდეს იმით, რომ მაგალითად პოკროვსკი ვერ აიღო რუსეთის არმიამ და იქ შეახოცა 10,000-ობით ჯარისკაცი. ეს ყველაფერი იწვევს უკმაყოფილებას, ეს ყველაფერი იწვევს პოლიტიკურ პროცესში და აქტივობაში გადაზრდას და შესაძლოა დიდი ფასი დაუჯდეს პუტინის რეჟიმს, თუ აქ რაიმე უკვე კავშირები ჩამოყალიბდება, რაღაცა ტიპის ორგანიზაციების შექმნას დაიწყებენ ყოფილი სამხედროები, ვეტერანები, რომლებიც უკმაყოფილოები წაგებული ან მოუგებელი ომიდან, ასე თუნდაც ასე ვთქვათ, მოუგებელი ომი გამარჯვების გარეშე, დიდი მიღწევების გარეშე ომიდან დასრულდებიან, ისინი აუცილებლად მოიაზრება, რომ შექმნიან პრობლემებს, პოლიტიკურ პრობლემებს, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია კრიმინალის ზრდასთან, სოციალური ფონის გაუარესებასთან და მთელ რიგ რაღაცა პრობლემებთან, რაც ასეთ შემთხვევებს უკავშირდება ხოლმე, როდესაც აი ამ ტიპის პროცესს აღწერენ, მათ შორის აი ამ სტატიაში მოყვანილი წყაროები იხსენებენ მაგალითად საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და იქ დაწყებულ აი ამ დეპრესიულ და დესტრუქციულ პროცესებს. ასევე იხსენებენ ავღანეთის ომში წარუმატებლობის შემდეგ, საბჭოთა არმიის წარუმატებლობის შემდეგ მოყოლილ მთელ რიგ სინდრომებს, რაც უკავშირდება სწორედ აი ამ ფაქტორებს. ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმით კრემლში, ძალიან კარგად იაზრებს ამას პუტინი, ამიტომაც ერთ-ერთი ფაქტორი ესაც არის, რატომაც არ სურს მას ამ ომის გაჩერება და ძალიან აზრს მოკლებულია ახლა რაიმე უეცარ სამშვიდობო შეთანხმებაზე და ხვალ ომის დასრულებაზე საუბარი, მას მიზანი აქვს, რომ მაქსიმალურად დრო გაწელოს, მაქსიმალურად მოიგოს, ივაჭროს აი ამ ეგრეთ წოდებული მშვიდობის პერსპექტივით, შეინციროს სანქციები, რაღაცა შესაძლებლობები შექმნას, რომ იქნებ რუსული პროდუქცია სადმე დაბრუნდეს, იქნებ რუსულმა კომპანიებმა სადაც სანქცირებულები იყვნენ, დაიბრუნონ საქმიანობის უფლება და ასე შემდეგ და ვის აღელვებს რამდენი 1000 რუსი სამხედრო დაიღუპება ფრონტზე. არავის. რიგ შემთხვევებში, როგორც თქვით, აბსოლუტურად არ ვამბობ ამას ირონიულად, ეს რეალობაა. რიგ შემთხვევებში შეიძლება ძალიანაც კმაყოფილები იყვნენ იმ მიღებული კომპენსაციით, რომელსაც მიიღებენ ისინი სამხედროების დაღუპვის შემთხვევაში. ეს არის და ეს. დასკვნის სახით, რომ თქვა საბოლოოდ რუსეთის ხელისუფლებისთვის ამ ომის დასრულება ნიშნავს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ვაკუუმში შესვლას, ჩიხში შესვლას, ხოლო იმ ხალხისთვის, ვინც სარგებელს იღებს ამ ომის შედეგად, ნიშნავს რიგ შემთხვევაში სტატუსის დაკარგვას, რიგ შემთხვევაში სამუშაოს და შემოსავლების დაკარგვას და რიგ შემთხვევაში ყველაფრის ერთად დაკარგვას. აქედან გამომდინარე, მშვიდობა, რომელზეც დასავლელი ლიდერები ტრამპიდან დაწყებული საუბრობენ, ამ ხალხისთვის არ არის benefit-ი. ამ ხალხისთვის მშვიდობა არ არის სასარგებლო ამბავი, მშვიდობა მათთვის არის საფრთხე. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა ამ ვიდეოში. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია რომ თქვენთვისაც საინტერესო თემა იყო და თუ ასეა, დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები. გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები, დამეხმარეთ ამით აუდიტორიის ზრდაში და პროექტის გაგრძელებაში და რაც თავარია დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. მალე დაგიბრუნდებით ისევ საინტერესო თემებით. ნახვამდის.